რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საჭირო ახსნილების დაწესებულებებში მდგომარეობა გამოსწორებული არის, წამების ფაქტები და იგივე არასათანადო მოპყრობის ფაქტები, რა თქმა უნდა, დღეს არის ერთეულების სახით, მაგრამ ეს ერთეულები უნდა იყოს ძირშივე აღმოფხვრილი, იმიტომ რომ არ მიიღოს იგივე მასშტაბური სახე, რაც ჰქონდა წინა ხელისუფლების დროს. ამიტომ ის ფაქტი, რაც მოხდა ჯელაძესთან მიმართებაში უნდა იყოს დაუყოვნებლივ გამოძიებული და დაუყოვნებლივ დადგენილი ამ არასათანადო მოპყრობაში მონაწილეობის მიმღები პირები თუ ბრძანების გამცემი პირები. მე ამ ყველაფერზე რო ვიჩივლე კიდე რომ ესეთი და ესეთი ფაქტი მოხდა, იქ ყველა ბიჭებმა მისცეს ჩვენება, მართლა ჩემი გადმოყვანა ჩემი გადმოყვანის დროს რაც მოხდა, მაგ ყველაფერზე მისცეს ჩვენება და მომაკითხა საქართველოს მთავარი პროკურატურის სასჯელ ახსნილების და პრობაციის სამინისტროში გამომძიებლის, ესე იგი, საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორი იყო მურად ნათობლიშვილი. და აგერ ჩემი იმის დაკითხვის 6 მაისს მომაკითხა და დამკითხა. რაც შეეხება მე რეკომენდაციით მიმართავდი საჯელ ახსნილების სამინისტროს ახალი მინისტრია დანიშნული ბატონი გიორგი მღევრიშვილი და ძალიან დიდი თხოვნა იქნება ჩემი როგორც მოქალაქის და ჩემნაირი ძალიან ბევრია რომ აემნის უფლება რომელიც არის ამის შესახებ სხვათა შორის ეხანდელი მინისტრები საუბრობდნენ ღიად. ალბათ მათ არ დაავიწყდათ ეს დანაპირები და ალბათ გაახსენდებათ ოდესმე რომ მისცენ პატიმრებს უფლება და რა თქმა უნდა ჩემს მეუღლის საუბარი რომ ოჯახის წევრებს შეხვდნენ არა შუშით და გისოსებით უყურონ ერთმანეთს. ეს ხშირ შემთხვევაში უარესიც კი არა, როდესაც ხედავს დედა და ცოლი საყვარელ ადამიანს და მას ვერ ეხება. გრძელვადიანი პაემანი რა გახდა ბოლოს და ბოლოს ეს პაემანი ხომ უკეთესი არის საზოგადოებისთვის. როდესაც ეს პატიმარი საჯელს მოუწეს, ოდესღაც ხო ყველა გარეთ გამოდის და მათი რესოციალიზაციისთვის მასზე საუბრობდნენ ამ თემებზე. მე ძალიან კარგად მახსოვს, რომ იყო საუბარი. ხო და აი იმის მერე რაც აქავარ მე ხო მე-6 დაწესებულებაში რა დაავადებას არ მქონდა. ის დაავადებები ეხლა რო ვითხოვდი ექსპერტიზაზე არ გამიყვანეს. მე ჩემმა ოჯახმა ადგა ფული ისესხა. წავედი ზალიკო გეჯაძის იმაში გამიკეთეს ექსპერტიზა. ესე იგი რაც არ მჭირდა კიდე, ხო? აქ ის დამემართა. აქ ვიძახდი მე რომ უკვე დამეწყო თირკმელების ტყივილი, აქ ვიშიმშილე 12 დღე, 5 დღე, ეხა ვიკეთებ 4 ჯერ ინსულინს. და წარმოიდგინე საკვების ხო ლაპარაკი არ არის. და ესე იგი წარმოიდგინე 4 ჯერ ინსულინი მკეთებელი კაცი იმ დონემდე მიმიყვანეს რომ 5 დღე მარტო ვიშიმშილე უწყლოდ და დანარჩენი დღეები ხო ვიშიმშილე მარტო წყალს ვავდი და დაჟიაკ 1-2 ჯერ კომაში ჩავარდი ერთხელ ოდიშაურში გამიყვანეს და აქ ექიმი აქ ექიმი და დადის აი როგორც აი ფასადი მიშარო ფასადებს აკეთებდა ისე რა იმიტომ რომ არა აქ არაფერი რომ ვეუბნები რაღაცას ხო მეუბნება რომ აი დეპარტამენტი არ გვიგზავნის და ნუ რა გავაკეთო მე ამ ხალხს ხუბს ვარ დაუწყებ აქ დეპარტამენტში ეკითხები გეუბნება აქ ყველაფერს ვაგზავნით თან ჩემზე პირადად მაგაზეო განსაკუთრებულად ვაგზავნითო და აქ არის ჩემთან ერთად იყო ჩემი თანასაკნელი თამაზ რასოიანი რომელმაც 3 ჯერ მარტო კომიდან გამომიყვანა მე მივმართავდი რეკომენდაციით საჯელ ახსნილების სამინისტროს ჩვენს მთავრობას რომ ბოლოს და ბოლოს ხაროზების დამდგენი კომისია შეიქმნას და ძალიან ბევრი ადამიანი როგორც ჩემი მეუღლე აგრეთვე ის ადამიანები რომლებიც უკანონოდ ცხედან ციხეში ამდენი ხანი რაღაც გამოვიდნენ გარეთ და ისევ გახდნენ ამ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები. ეს აუცილებელია, იმიტომ რომ ის მიზეზი რაც ახლა მეც გავიგე და ძალიან ბევრმა ადამიანმა იცის რა მიზეზით არ ხდება ამ ხაროზების კომისიის შექმნა, ეს არის დიდი რაოდენობის თანხა, რომელსაც ითხოვენ ბიზნესმენები და ჩვენ არ ვითხოვთ არაფერს. არ იყო ლაპარაკი ბიზნესზე, რომელიც წაართვეს ჩემს მეუღლეს. ჩვენ სხვაგვარი სიტუაცია გვაქვს და რეკომენდაციით მიმართავდი ბატონ მინისტრს და ჩვენს მთავრობას, რომ აუცილებლად მაინც სხვა გზა არ იქნება და ხაროზების კომისია მაინც უნდა შეიქმნას. და ეხლა მე რას ვითხოვ, რომ ჩემი ჯანმრთელობის შენარჩუნებას ერთი რაღაცა მინდა თქვა, რომ მე ჩემ თავს სულ ისეთ სიტუაციებში უვლიდი, რომ მართლა რომ მაწამებდნენ და მკლავდნენ.
აი მაშინ უვლიდი და დღესდღეობით ახლა უფრო საშუალება მომეცა და უფრო უვლი ხო მე თუ რამე მომივიდა და დამემართა ხო ერთი რამე იცოდეთ რომ მე ჩემ თავს არაფერს არ ვავალებ მე ამათგან დაზღვეული არა ვარ მე ერთადერთი ვიცხოვ ამდენი ხანია რის სიგულისთვის გადმომიყვანეთ იქიდან არ ვიცი იქ რო ვიყავი ჩემ თავს მე თვითონ უვლიდი არ გაწუხებდი საერთოდ იმის საშუალება მქონდა რომ ვარჯიშობდი ცოტას იმას ავშობდი ამდენი ისულინის არ ვიკეთებდი და რომ ხელოვნურად რო ვარჯიშობ ხელოვნურად იწვება ის შაქარი ორგანიზმში და ესე იგი მთელი სამედიცინო ის მე უნდა ვასწავლო ამათ მაგრამ არა იმიტომ რომ იქ დარბაისელი რო იყო თავმჯდომარე ხო ესე იგი იმის ხუშტურების და რაღაც ის იყო მეორე ახალაია გეუნებით უბრალოდ მაღლიდან არ ქონდა ის რომ შედით და ადამიანს იარაღი ესროლ თორე შემოდიოდა ჩვეულებრივად რაც არ შეიძლება ზონის შიგნით ესე იგი სადაც პატიმრები არიანო აბურაში ორი იარაღი ჩადებული და ისე შემოდიოდა ხოლმე და ესე იგი პატიმარი ვინ იყო და ვინ ვერ იყო ვერ გაიგებდი იქ საუბრის დროს ну აი ტიპი იყო როგორი ისიც რაღაც ძველ ბიჭობა უნდა თუ რა უნდა თუ რა ვერ გავიგე რა უნდა 27 აგვისტოს ვიმყოფებოდი ნომერ 6 საჯილახსვლებით დაწესებულებაში მსჯავრდებულ გენადი ჯენაძის მოსანახულებლად მასთან ყოფნისას მსჯავრდებულმა კიდევ ერთხელ დამიდასტურა რომ მას არ მიეწოდება გლუკომეტრის ჩხირები რაც აუცილებელი არის მისთვის თავის დაავადების პროფილაქტიკისათვის და ასევე საკონტროლებლად მან გადმომცა აქტები რომელიც შედგენილია იმასთან დაკავშირებით რომ მოთხოვნის შემთხვევაში გენადი ჯელაძეს ვერ გაუზომეს შაქრის დონის განსაზღვრა ვერ მოხერხდა სისხლში ვინაიდან მათ არ ჰქონდათ გლუკომეტრის ჩხირები. ამაზე შედგენილი არის ოქმები, არაერთი ოქმი მაქვს ხელთ, არამედ რამდენიმე არის, სადაც დაფიქსირებულია ეს ყველაფერი და სხვათა შორის არის ექიმის ხელმოწერითა და ექთნის ხელმოწერით დამოწმებული ყველა აქტი გაფორმებულია შესაბამისად მათივე ხელმოწერებით და დადასტურებულია შინაარსი ერთი და იგივე. ვერ მოხერხდა მსჯავრდებული გენადი ჯელაძისათვის გლუკოზის კონტროლი, ვინაიდან გლუკომეტრის ჩხირები არ არსებობდა იმ დროისათვის. გიორგი სინგისული დამოკიდებულია ძალიან ძიმეს აგეს დიაბეტის ამბავი ციხის ავადმყოფოში ვიყავი გადაყოლილი რა თავური ხო და რაღაცა დავყვებოდით რა საკითხეულიყო რაღაც თავურის ხოები და რაღაცა და ველაპარაკებთ ამ უცხოელებს რა გიორგი მას იცის ინგლისური მეც კარგად იცი და რაღაცას ვესაუბრებთ რა ესე ჩვეულებრივად რა და ამაჟობაში გამოიყო ეს თორაძე ამ ჯგუფს და მე ინგლისურად ვესაუბრებოდი ამ და ამან გაიყვანა ესე ბადრუჩ ხელკაუს ის გაიყვანა კი რაღაც ველაპარაკებოდა და დაძაბული ლაპარაკი იყო მე არ მესმოდა მაგრამ სახეზე და იმაზე შევაწყე რა მიმიკეზე და იმაზე მივედი რომ მეთქი რამე არ მოხდეს მისკი და ეს თორაძე უბრალოდ რომ საჩივარი გაიტანეთ თორე დიჩუქს არ განახებთ თქვენო ხო ადამიანები ახლა პირველ რიგში მინდა მოგახსენოთ იმაზე ბუცხრიკიძეზე რა ნაწამი ვიყევა როგორც მე ასევე ჯელაძე რა 2006 წელს სავყევარ მე აქ რა მე-6 დაწესებულებაში ნაწამები და ჯელაძე ყავს ქუთაისის ციხეზე ნაწამები რა და რაც შეეხება ჯელაძეს სამი თვე ვიყავით ერთად რა ბანიჩკაზე რა ორჯერ ჩამივარ და კომაში ისეთი ცუდად გახდა არანაირი ყურადღება არ ექცევა ექიმების მიმართ რა მაგრამ ცუდ დღეში ყავთ რა ეგ ბიჭი რა საჭმეზეც ქონდა უარი მაგათ საჭმეს არ ჭამს რა ეგ ბიჭი რა თავის იმ სახსრებით თუ აქ იკვებება თუ არა აქ არ იკვებება მე ხანდახან მე რომ მირიცხავდნენ ფულს მე ვყიდულობდი მაწონს და ეგეთ რაღაცებს მაგისტრის აგეთ ჩეკებიც მაქვს შენახული რომ ესე რა ქვია ცუდად არ გამختارიყო და ძალიან ცუდ დღეში ყავთ რა ცუდ პირობებში ყავდათ რა არანაირი ექიმების მიმართ არანაირი ყურადღება მაგვის არ ექცევა რა ერთად ვიყავით სამი თვე და რა ვიცი ტიტველა მოიყვანეს აქა ძალიან ცუდ დღეში ყავდათ რა მე იცით რა მე მაგასთან და აქ საქმესთან დაკავშირებით როგორც სახალხო დონწოს ისე პროკურორი გამგზავრებელიც ხომ ასული ჩემთან და მივედი
ჩვენება ნუ რაც იყო და რაც მოხდა რა იმასთან დაკავშირებით რომ დილით ძალიან ადრე დაიყვანეს საერთოდ დასასრულის გარეშე ჩასვლის მანქანაში და დაიყვანეს იმაში რა ქვია ეტაპში. გიორგი ეუბნებოდა რომ მე დავამტკიცებო ჩემს სიმართლეს არაფერს საჩუქრად არ გავიდა და მაგასთან მუქარებს ვაზრი არ აქვს თქვენი არ მეშინიაო. ისეთ რაღაცებს გაუძლიო თქვენი ისინიმეებს აღარ მეშინიაო არაფერსო და კარგითო თქვენთან არ გამოდის ადამიანო ლაპარაკიო და მე თქვენ განახებთო. ხაერზე ვერ მოხვდებით მთელი ცხოვრება ესე დღეში ჩაკვეთო და წავიდა და მე 1-3-4 დღის მერე მოვიდნენ და წაიყვანეს გიორგი. გაიყვანეს საკნიდან იმაში შეიყვანეს სადაც აი მაგათი მანქანა დგება რა საპატრაგირების მანქანა სადაც დგება წანზე გაახატეს და სუდიდველი შეიყვანეს მანქანაში და წაიყვანეს სადაც შევესწარეთ რამოდენიმე კაცი ჩემს გარდა კიდე 2-3 კაცი შევესწარეთ ამას საკნის ფანჯრიდან უყურებდით სარკით ჩვენი სარკეები გვაქვს და იქ ვიყურებით ფანჯრით მე ნაწამები ვარ კაცო მე ჩემს დაზარალებულათა ვარ როგორც მე ვარ დაზარალებულად ცემა წამებაში და ფიზიკურ ზიაში აღიარებული სასამართლოც აღიარებს და პროკურატურაც იგივეა ჯელაძე აღიარებული ისა რა ქვია ცემა წამებაში და ფიზიკურ ზიაში და მორალურ ზიანში აი ესე დაავადყოფებულები ვართ ორივენი კი რა ვიცი არანაირ ყურადღებას არ იჩენენ რა თვალები დღე ბრმავდები რა იმასაც ინსულინი აქვს დღეში 4 ჯერ იკეთებს ნემს ისეთ სუდად არის კომაში ორჯერ მე გადავარჩინე მე რო არ გადამაჩინებინა შეიძლება მომკვდარიყო დღეს ცოცხალი აღარ ყოფილიყო ეგ ბიჭი იმას რო თხოვს რა ქვია აი ეს შაქრის იმეებს რო თხოვს რა ქვია ჩხირებს ის არა აქვს ელემენტარულად ეუნებიან არა გვაქვს ბიჭი ეუნება მოვკვდეო არ გავისინჯო შაქარიო ელემენტარულად მაგას არ ეძლევა საშელახსლების სამინისტროს პასუხის თანახმად მათ პასუხში აღნიშნულია რომ მათ შეძენილი აქვთ 250-300 ცალი გლუკომეტრის ჩხირი და მათ შეუძლიათ ამისი შესაბამისი ქვითარი წარმოგვიდგინონ. ეს პასუხი მე მეჩვენება ძალიან უსაფუძვლო და დაუზუსტებელი არის კი. მათ შესაძლებელია ნამდვილად შეიძინეს ეს გლუკომეტრის ჩხირები და ნამდვილად აქვთ ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მაგრამ გაურკვეველია და არც ასაბუთებენ რა კავშირშია ეს გენადი ჯელაძესთან. ანუ თუ ამის თქმა უნდათ რომ ეს შეძენილია შავრდებულ გენადი ჯელაძესათვის, მაშინ რატომ არ გადაეცა? და რომ არ გადასცემიან ნამდვილად და არ არსებობს ეს ოქმები მიდასტურებს ამას ნამდვილად რომ მას არ ჩატარებია ეს კონტროლი. მე მოვიდნენ სახალხო დამცველები, კი არ მოვიდნენ პროფესორი ჩვენ თვითონ მივმართეთ და მოვიდნენ დავკითხეს, მე პროკურატურამ დავკითხა და აი ეს რაც მოგიხევით ეგ ყველაფერი. იმათაც მოვუყევით და რავი დავკვირდნენ რომ რეაგირება იქნება, მაგრამ გავიდა აგერ თითქმის 5 თვე და ავი ეს უბედური ყავთ მე 6-ში ჩაკეტილი მიწის ქვეშ და საჭმელი მაგას არა აქვს და ავსტუცუდად არის და ანალიზებს საშინელი პასუხი აქვს და აშიშია მაგის ჯანმრთელობის რამე არ მოვიდა ძალიან ძიმე დაავადებულია და ავიცი აბა ეს ყველაფერი გძელდება და ეხლა ჩემზე აღარა მაქვს 63 დღე ვიშიმშილე და არანაირ ყურად გედევან ფუფხაძე იყო მოსული და მე ხვეწებოდა გააჩერე შიმშილიო და გავაჩერე შიმშილიო შენ საქმეს პირად კონტროლზე ავიყვანო შენ საქმეს მივხედავთო კი არანაირი ყურადღება არ მომექცე დავინგრიე თელი ორგანიზმი ეგ ბიჭიც აი ესე ტიტველა მოიყვანეს აკა ძალიან რეპრესიები ეგაც 2006 წლიდან აი ესე აი თელი რაც რეპრესიები იყო მაგ ბიჭმა ეს რეპრესიები გაიარა და მეც ეგ რეპრესიები გავიარე თო 9 წელია ვზივარ ისა მე 11 წელია ვზივარ ეგ ბიჭიც ისა რა ქვია მე 11 წელია ზის და რაც აი ეს რეპრესიები იყო ნაციონალების დროს აი ეს რეპრესიები სულ გადავიტანეთ ჩვენ თავზე კადრები ხალხი რა კადრებსაც უყურებდა ეგ კადრები გქონდა ჩვენ თავზე გადატანილი ერთადერთი ეხა ცოცხები ის არ გაუკეთებიათ ჩვენთვის კი უარესი ისინი ჩვენ სისხლში ისა რა ქვია გვაბანავებდნენ ისე დღეში გვაგდებდნენ დილა იყო მოკლედ და ამბავი გავიგეთ რომ გადაყავდა სხვა დაწესებულებაში როდესაც გამოიყვანეს იქ არის ესეთი ეძახიან ვახტას რა სადაც მანქანა შემოდის შუაში ჩერდება და ორი კარები აქვს ერთი გარე და ერთა შიდა კარები და ამ კარებს გარეთ კიდე აქვს ესეთი იმასავით არის რაღაც
გამჭირვალე როგორ გითხრათ რა არ ვიცით რა ის როგორც ზეთკასავით არის რაღაც რა ანუ იქიდან ჩანს ყველაფერი ეს გარები იყო ღია როდესაც გამოიყვანეს საქმიდან და მიიყვანეს მაგ ადგილამდე ხო წამლები ეჭირა ხელში და რაღაც თავისი ნივთები რა დასაცმელი ესენი ჩამოართვეს შემდეგ დაუწყეს როგორც მე ძალიან ვიდექი დაახლოებით 1-15 მეტრის აქეთ 10-15 მეტრის აქეთ ხო და ჩაიგის დროს მოკლედ როდესაც უკვე მანქანაში სვა ეს წამლების მიცემაზე უთხეს უარი რამდენადაც ვიცი იმ რომ გამოართვეს და ეუბნებოდა რომ ეს წამლები მე მჭირდება და შეიძლება ყოველ თვეს დამჭირდეს და რომ აქვს რაღაც დიაბეტი აქვს როგორც ვიცი და დასაცმლის გარეშე ჩაჯდა მანქანა შემდეგ კარები დაიკეტა და აი ეს იყო რაც მე დავინახე ეს ედაპირების ამავე ჯერ შემოვიდა ჩვენი ციხის უფროსი და მაგის ორი მოადგილე და უთხრეს რომ აი ესეთი და ესეთი ამბავია უნდა გაგიშოთ მექრეშო ბრძანება მოვიდაო ჩვენო არაფერ შუაში არა ვარცო და მართლაც ეგენი ახლა ეს მოტავანისებს რა ამან უთხრა რომ არ შეიძლებაო ჩემი გაშვებაო დაკეთო სისტემაში გაშვება არ შეიძლებაო რა ეს დიაბეტის და ცეკებადეთის გამო თან გიორგი ხოსტრასბურგი აქ მოგებული და ამ რეჟიმის ხორბლის არის მაგრამ ეგეც მოგებული აქვს 300 წელიან არ შეიძლებაო იმათ მოთხოვს ჩვენო მაგას ვერ ვწყვიტავთ დეპარტამენტიდან არის მოსული ბრძანება მაშინო დაუძახეთო ექიმებს და ეს ოქმები და ისინი შედგესო და მოვიდნენ ექიმები ამან უარი თქვა წამლების მიღებაზე იმიტომ რომ ჩემი იქ დაყვანითო ჩემს სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრებაო რა და ამიტომ ამ შალეში მშრობა გამოაცხადა ამის საფუძველზე რა და რა ვიცი არავინ ყურადღებას არ იჩე მოვიდნენ დავკითხეს რა ვიცი ისე რა გამოძიება 1 წელზე მეტია მიმდინარეობს და არაფერი რა არანაირ ყურადღებას არ იჩენენ ჩვენს მიმართ რა როგორც მაგ ბიჭის მიმართ ასევე ჩემს მიმართ რა ძალიან ცუდად არის ეგ ბიჭი რა ზონაში ვეუბნებით რომ ზონა ჰაერი გვესაჭიროება რომ ჰაერზე ვიყოთ რა ვიცი ჰაერზე არ გადავყევათ ვეღარ გავიგე რა უნდა თუ ვერ ხვდები რა იგივე გძელდება თუ იგივე ის არის ვერ გამიგია რა პირიქით დაზარალებულათა ვართ ნაწამები პატიმრები ვართ ისა ყურადღება მოგვაქციოთ ქრონიკული დაავადყოფებები გვაქვს სულ დაავადყოფებულები ვართ თვალებიდან ძლივს ვიხედები ისე დღეში მაქვს თვალები ეგ ბიჭის ესია უარესად და 4 ჯერ ინსულინს იკეთებს აქაკიდეს ინსულინი ცემისგან რაც შეეხება კვებას, რომ ნამდვილად საშელახსულების დაწესებულებებში არსებობს მეცხრე მაგი და ეგრეთ წოდებული ვინც საჭიროებს განსაკუთრებულ კვებას და დიეტურ კვებაზე იმყოფებიან, აქაც გარკვეული პრობლემა არსებობს. ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამოვითხოვეთ ის კანონმდებლობა, რომელიც ამ აწესრიგებს ასეთი მსჯავრდებულების კვების საკითხს. ეს არის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვების ნორმებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების შესახებ. ამ კანონმდებლობაში სრულყოფილად არის გაწერილი ის პროდუქტები, რომლებიც დღიურ ნორმას შეადგენენ დიეტაზე მყოფ მსჯავრდებულთათვის. და ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის სრულყოფილი ჩამონათვალი და ამ კვების მიწოდების შემთხვევაში მსჯავრდებულებს ნამდვილად არ შეექმნებათ პრობლემა. მაგრამ ერთია რაც არსებობს კანონმდებლობის დონეზე და მეორეა რაც სრულდება საშელახსულებით დაწესებულებებში. ჩემი თვალით არავისი წამება არ მინახია, მაგრამ ნაწამები პიროვნებები ნანახი ყავს, მაგრამ თვითონ წამების ფაქტი არ ამაქვს ნანახი. იმიტომ რომ ეგენი მიყავდათ, კეტავდნენ აი აზინოჩკებს რო ეძახიან ეგეთ კამერებში და იქ ხდებოდა ყველაფერი ადმინისტრაციის შენობებში, ან გიორგისავით საერთოდ ტყეებში მიყავდათ ხალხი. ეს რეჟიმის დროს ვიძახი, ეხა ამდენი ამბები არ ვიცი, ეხა უბრალოდ სავსეა ციხე ინვალიდებით და აი ეს ხერხემალ გადალეწილი ხალხით და რა ვიცი. დიახ, მანქანაში რო ჩასვეს უკვე ამას ვიცით როგორ არის ამას ახორციელდა იქ საბადოების სამსახურის იქ იყო ვისაც გადაყვას უშუალოდ ისინი ატარებენ ჩხრეკას და ერთი ადამიანი მას ჩხრეკავდა მეორე ისიც როგორ არის კარები აი ადგილზე თქვენ იყოთ იქ ნამყოფი ხდებოდით ის კარები აი დენზე რო იღება და იკეთება როგორც გარედან ჩანს ისივე არის შიგნიდანაც რა პოლიტიკა აქვს გამიგე და ეს ზონის ხარეზე რომელიც ის არის კარები ის იყო ღია ოდნავ საიდანაც ჩანდა პირდაპირ თუ როგორ ჩასეს შიშველი მანქანაში. შეიძლება ემსახურებოდა ვითომ ჩხრეკვას.
ოღონდ ხრეკვა უნდა იყოს ჩვეულებრივი ხრეკვა რა მეტალ დეტექტორით და რაღაცა და ხა შეიძლება ფეხსაცმელი გაგახდევინონ და ნასკი და რაღაცა რომ იქ შიგნით რამე არ დამალოვითო თორე ეხა საცulis გახდა და ეგეთი შეურაცხყოფელი რაღაცეები ეგ ხდება თავიდან ციხეში რომ მიდიხარ აი სულ პირველი დღე როცა არის მაშინ იჩხრიკები ეგრე რა თორე ეტაპირებისას ეგეთი ჩხრიკა ეს არის რა ვიცი რას გვიპირებენ ვეღარ გამიგია რა მოდიოდნენ იძახდნენ რომ ისა რა ქვია მივხედავთ პატიმრებს რომ განსაკუთრებით ეს ნაწამები პატიმრები ვინც არიან და მთელი ეს რეპრესიები გადავიტანეთ 11 წელია ვზივა და ეს 9 წელი გრძელდებოდა ეს რეპრესიები ყველა რეპრესიას გაუძელით ღმერთის წყალობით რავი გადავრჩით ჯერჯერობით ცოცხლები ვართ და რა ვიცი რა მე აქ 11 წელი დამიმატეს იმ ჯალათემ აი გაგაკუნალიზემ და რობერტ არაქელოვ ყველა უბრალოდ 11 წელი ჩემ ძმაკას 16 წელი დაუმატეს მაგაზეც არაფერს არ აკეთებ მე ასევე ხელთ მაქვს ოქმები რომელიც შედგენილია იმასთან დაკავშირებით რომ გენადი ჯელაძე არ იღებს ეგრეთ წოდებულ მეექვსე მაგიდას ვინაიდან ის არ შეესაბამება დიეტურ კვებას როგორც მსჯავრდებულმა განმიმარტა მასთან არ შედის ასეთი დიეტური კვება შედის მხოლოდ წიწიბურა და დამეთანხმებით ალბათ მთელი დღის განმავლობაში ვერავინ ვერ შეძლებს წიწიბურათი იკვებოს მან ასევე მითხრა რომ თქვათ რამდენჯერმე მას მიუტანეს სუპი რომელიც იყო მხოლოდ წყალი და რამდენიმე მაკარონი შიგნით ჩაგდებული დანარჩენი მისთვის არ მიუწოდებიათ არანაირი ისეთი საკვები რომელიც შეესაბამება დიეტურ კვებას ამაზე შედგენილია ოქმები არაერთი ასევე მსჯავრდებულს ძალიან ბევრი განცხადება აქვს ამაზე შედგენილი და საჩივრით მიმართული სამინისტროსადმი მაგრამ ჯერჯერობით მდგომარეობა ნამდვილად არ არის გამოსწორებული ჩემზეც ზეწოლა როგორც ესეთი არ არის ფიზიკური და ის არანაირი ზეწოლა არ ყოფილა უბრალოდ არ ვიცი ამ შემდეგ სადღაც 27-ში წამოიყვანეს მაგიდა შემდეგ 29 აპრილს წამომიყვანეს მე ანუ მეტი რაღაცნაირება უნდა ქონოდა ხა 100 ჯერ გაწყვეტილი კაცი რომელიც უკვე ამდენი ხანია ციხეში ზის იმას რა უნდა ქონდეს ხა ისეთი რომ სადღაც მიქონდეს ან არა ეგ სარვიდა ძალიან დამცინავი მოხდება რა შეურაცხყოფა რომ იქნებ ნერვებმა გიმწყნოს და რამე ან აყვირდიან აჩხუბდიან რაღაცა და მე ან დაგიმატონ ან დაგაკარცერონ ან რაღაც გამომწვევი ის არის ჩვეულებრივი და ნერვების რო ვერ მოთხოვს ადამიანმა ამდენი წვალებისგან კიდე შეურაცხყოფაზე რომ იქნებ რაღაცა გამოიყოს რაღაც პროვოკაციას ეგ არის და ეგ მეც არაფერი და გიორგი ბავშვი ნამდვილად არ არის მაგას პროვოკაციაზე რომ გამოიყოს ამდენი წელია ზუსტ და საშინელ დღეში აქ ჯანმრთელობას ნერვების და ძალიან სულ დღეშია აქ აი როგორც ასეთი ხა რომ ვინმე ფიზიკურად გეხებოდეს ან ხო ხდებით აი ესეთი რაღაც არ ხდება არის პრობლემა ის ძირითადი პრობლემა ის არის რომ გაურკვევლობაში ვარ მე თვითონ რამდენი ხანი უნდა ვიყო აქ იმიტომ რომ არც დაჟამაკ არაფერი უბრალოდ 5 წელია უკვე სასჯელს ვიხდი და მე 5 წელი დაიწყო აქ ვიმყოფები ალბათ იმის გულისთვის რომ მის ოჯახს შევატყობინე რომ გადაიყვანეს არ ვიცი დაავადყოფებულები ვართ როგორც მე ასევე ჯელაძე დაავადყოფებულია და ის არა ელემენტარულად მეუნებით მანამდე რაღაცას გააკეთებ ზონაში აქ მოშიმშილეები გადმომიყვანეს მე შიმშილობდი რომ გადმომიყვანეს რა გაიგეთ და ის არა ქვია არ გადავყევა ზონაში ელემენტარულად რომ ჰაერზე ვიყო დაავადყოფებული ვარ ნესტანი მთელი ჩემი საქმე იცის იქ თქვენ ვებგვერდზე დევს როგორი დაავადყოფებული ვარ და თვალები ქრონიკული დაავადებები მაქვს არანაირ ყურადღებას არ ეჩენე ვაფშე არაფერს რა აი ფეხებზე კიდიათ რა ესე გეტყვით რა ბოდიში ამ სიტყვაზე რა მაინდა-მაინც უნდა მოკვდე იმ 9 წელს გაუძელი იმ რეპრესიებს და იმ ჯალათებს უძელი რაც უძელი და ეხლა რაღაც აკეთები ვეღარ გავიგე რა ეს ჯალათებს ძალიან მაგრად სუდათაა და ესაჭიროება ჰაერი რომ შაქარი დაარეგულიროს რა ანაი ყურადღებას არ აქცევენ ეს საკითხიც ერთ-ერთი პრობლემური საკითხია ვინაიდან როდესაც ექსპერტიზა ჩატარდა გენადი ჯელაძისათვის პირდაპირ არის განსასრული რომ მისთვის აუცილებელი არის სუფთა ჰაერზე ყოფნა
მეექვსე დაწესებულება კი წარმოადგენს დახურული ტიპის დაწესებულებას და ნამდვილად არ შეესაბამება ასეთი ტიპის მშავრდებულთათვის არ არის იქ რა თქმა უნდა შესაფერისი პირობები და კიდევ ერთი პრობლემაა, რასაც ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ გელადი ჯენაძე ნაწამებია უშუალოდ მეექვსე დაწესებულებაში. გენადი ჯელაძე ნაწამებია უშუალოდ საშელახსულების ნომერ მეექვსე დაწესებულებაში. მთელი მისი წამება მიმდინარეობდა ამ დაწესებულებაში. ამჟამად მისი ყოფნა ნომერ მეექვსე დაწესებულებაში ამ კუთხითაც არის მიზანშეუწონილი, იმიტომ რომ იქ ყველანი ვთითო, ყველა ოთახი, რა თქმა უნდა, პატიმარზე მოქმედებს და ცუდ მდგომარეობაში ამყოფებს. მიუხედავად ჩვენი არაერთგზის მიმართვისა, ვერანაირად ვერ მოხერხდა მისი გადაყვანა ღია ტიპის დაწესებულებაში. მოტივი არის ის, რომ არსებობს საიდუმლო დოკუმენტი, რომლითაც არ დასტურდება გენადი ჯელაძის გადაყვანა სხვა დაწესებულებაში.